ვარსკვლავები ცეკვავენ და გზა და გზა ამტკიცებენ, რომ არც მოდელები ყოფილან მოუქნელები და მსახიობებსაც ფანტასტიკური სასცენო პლასტიკა ჰქონიათ. ზოგს ჟიურის წევრის ეშინია, ზოგიც დიდი იმედებითაა გამსჭვალული. ჟიურიც კონკურენტებს არ ინდობს და პროექტი ცეკვავენ ვარსკვლავები კიდევ უფრო სანახაობრივი გამოდის. ფავორიტი არ მყავს, ყველა ძალიან კარგია. ფავორიტებს ირჩევს მაყურებელი და ხალხი და ნელა ვარდებიან ისინი, რომლებიც არ არიან ფავორიტები, არიან ძლიერები, არიან სუსტები. კარგი ნაკადია ძალიან. უბრალოდ სამწუხაროდ ძალიან ცოტა დრო აქვს იმისთვის, რომ ცეკვები ისწავლონ და ამიტომ ძალიან ხშირად შეცდომები მოძდით. პროექტის დასაწყისში ჟიური შედარებით ლმობიერებას იჩენდა. რაც უფრო მეტი დრო გადის ეს უკანასკნელები, უფრო და უფრო ნაკლებად იშურებენ კრიტიკას. იმაზეც ჭორაობენ ჟიურის ზოგიერთი წევრი ქულებს ზუსტად ერთნაირად წერსო. სხვათა შორის მე და გოჩას ბოლო 5 ქულა დაემთხვა ერთმანეთს, მე პირველი მევწევ, ეს არის ძალიან რთული თემა. მაგრამ აი გვერდზე ვინც მიზეს აჭკოფურცელო ხშირად შევკითხულობდი, რომ მე ხა პროფესიონალი რადგან არ ვარ და ამას კიდე აღარასოდეს გავიმეორებ, იმიტომ რომ სულ ამას გავიმეორებდი. მინდა ვკითხო, რომ მე მომეჩვენა, რომ ცუდად იცეკვა და მომეჩვენა? არა, არ მოგეჩვენა. ესე იგი, აი ესეთი გადალაპარაკება თუ გვაქვს. შეფასება ადვილია, აი ერთ კვირაში კი ახალი ცეკვის მომზადება არც ისე მარტივია, როგორიც ჩანს. მიუხედავად ფიზიკური მონაცემებისა, წელის ტკივილებს ვერც რუსკა მაყაშვილი აუდის და არც ბუმბულივით მსუბუქ ია სუხიტაშვილს უადვილდება საქმე. ცეკვავთ, წვალობთ, მე და ოთო. ჩემი წელის ტკივილები ძალიან ვაწუხებს, მაგრამ არ შევეცდებით, რომ პროექტი მოვიგოთ. აი ეს პირდაპირ ამბიციებით ვაცხადებ, რომ შეიძლება პროექტი ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოვიგოთ. თავარია გავძლო ბოლომდე და არ დავეცე, ასე ვთქვათ. ყველაზე რეალურ კონკურენტად ვისთვლი. გიორგის და სალომეს და ასევე ეკოფანგანს. რატომღაც ყველას ეგონა, რომ როცა პირველად შევიკრიბეთ, აუ შეხო მაგრად ცეკვავდა, რა განერვიულებს. უბრალოდ შეიძლება ბალეტი და გარკვეული ფიზკულტურა, რაც ბავშვობაში ხარ დაუფლებული, გამოგადგეს, რომ ფეხი ვიღაცაზე მაღლა აწვე, მაგრამ მე არც ერთი, არც მეორე, არც მესამე საერთოდ ცეკვაზე არ მივლია რა. ერთი სუპერატესობა აქვს ჩემს პარტნიორს, რომ რაც შეიძლება მეტი პაძერშკები შეუძლია აკეთოს და ხან აქ დამისვას, ხან აქ. ბოლო დროს პროექტში ცვლილებებია. მონაწილეების გარდა გადაცემა ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა დატოვა. ნანუკა ჟორჟოლიანის ნაცვლად ამიერიდან ვარსკვლავების ცეკვას მარინა ბერიძე შეაფასებს. აი ჩვენ მონაწილეების ადგილზე შეგვეშინდებოდა. ეს უკანასკნელი ხომ იაზუ ქალის სახელითაა ცნობილი. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით. პროექტი 0-0 დასასრულისკენ მიდის და ჟიურიც უფრო აშკარად ავლენს ფავორიტებს. მაყურებელზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ყველაზე საინტერესო კი მაინც ისაა, რაც კულისებს მიღმა ხდება. თუმცა მაყურებლის რანგში გეტყვით, რომ შოუზე შემოთავაზებული პროფილები ინტერესის დასაკმაყოფილებლად არ კმარა. ის გადაგვრჩენია გულახდილი ჟიურის თამამ განცხადებებს დაველოდოთ. ან კულუარული ამბები ჭორების დონეზე მოვისმინოთ.